გამარჯობა მეგობრებო, მე ამ მაგიდაზე ვითამაშებ მიშა ანდღულაძესთან და ოთო ლომთაძესთან ერთად. აი ეს ხომ რა უნდა მეთქვა, აი წინასწარ უნდა მეთქვა. არის ხო რაღაც გავსება. გავარ, მიშა ანდღულაძე გავარ. მოდი თამაშს დასკენ ვიხრები. ხო, მე ვფიქრობ, რადგან ადამიანის გადარჩენაზე ვარ, მე უფრო რომელიმეს გადარჩენაზე მომართული, უფრო მოქალაქეებისკენა ვარ, მაინც რომ ეს ხალხი, კაი ხალხია დავჭირთ რა. ხო და დანარჩენი არ ვიცი ხო, ეს 3 ნომერზე და 11-ზე ძალიან რაღაცა ეს ემოციურობა ძალიან მასშტაბა ადამიანებს თითქოს ან სიკვდილის ეშინიათ, ან რაღაცას მალავენ ძალიან და არ ვიცი. მადლობა. 11 რო იქ ცხავ მაინც. მადლობა. 10 ნომერს უსმენთ? მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ შევხედოთ რა, ჯერ რაღაცები არ ჩანს. გასაგები. თქვენ დრო მიდის? ეს არის ჩემი სიტყვა. გასაგები. ჯერ კიდევ დავაკვირდეთ. აი ვინმე ვინც გეჭობა გითხარი რა. არა, ჯერ არავინ არ მეეჭვება, იმიტომ რომ ჯერ ნეიტრალურია ეს. მაშინ ვინც მოგწონს ეგენი გამოყავ. აი ესეც ნეიტრალურია. კაი, მადლობა. 11 ნომერს უსმენთ? თქვენ პირველ წრეზე ესეთი რაღაც ვთქვით, ექიმი ვარ პროფესიითო, ნუ ჯერ ზოუეტით ხართ, როგორც ვიცით, მაგრამ ექიმი, ანუ ეხაც რა ექიმად გაიხსნეთ პირველ წრეზე? თუ ექიმი მე ვარ და მაინტერესებს რა თუ ექიმად გიხსნებით? ერთი მაფია უეჭველი მყავს თამაში და მაინტერესებს. არა, მე ვარ პროფესიით ცხოვრებაში ვარ პროფესიით. გასაგები. ვებში ტოვებთ. თენდება. თამაშ ტოვებს ნომერი 10. ზასაზე მონოიღო. ბანდუც. ვინ მომკლა? ვინ არის? შენ დავი ვიყავი უკვე. ფოლიოთი. კაი, აბა კარგად რა რავი, წარმატებები და. მადლობა. დავში ტოვებთ. ხო, ვფიქრობ, სიჩუმე მომივიდა ზედმეტი და შესაბამისად მომიწია თამაშის დატოვება. საინტერესოა. საკმაოდ კარგი ფსიქოლოგიური ამბები ხდება თამაში და ძალიან ახლოს არის რეალურ ცხოვრებასთან. გიჩვენეთ ეს ყველას თამაშს. ამისას